მოგესალმებით, წარე პოდკასტი. დღეს ერთი ისტორიულ საკითხზე ვიწერ ეპიზოდს. და ეს შეეხება ყარსის ცნობილ ხელშეკრულებას, რომელიც ხშირად ტრიალებს ხოლმე საერთოდ ინტერნეტ სივრცეში, ძალიან ბევრი ადამიანი ბევრ სხვადასხვა ვერსიას ყვება მის შესახებ. სხვადასხვანაირი ვერსიები არის, მაგალითად, რომ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს გაზდის ვადა და რის შემდეგაც სათუ ხდება აჭარის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი. არის ასეთი მითი, რომ 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი გადავა თურქეთის ხელში. ყარსის ხელშეკრულება აჭარაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის უფლებას ითვალისწინებს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ამას იყენებენ ხოლმე მე სპეკულაცია არის თავისთავად და იყენებენ სხვადასხვა ჯგუფები იმისთვის რომ ამ манипуляციით მე გავიდნენ თავის მსმენელზე, მხარდამჭერზე და რა თქმა უნდა ამით იქმნება არასწორი სურათი მე იმისა თუ რა არის რეალურად. ამიტომ დღეს შევეცდებით რომ ყარსის ცნობილ ხელშეკრულებაზე უფრო დეტალური საუბარი გქონდეს და წარმოვადგინოთ თუ რა არის ზოგადად ეს ხელშეკრულება, რისგან შედგება, რა დადგინდა მისი საშუალებით და გაზდის თუ არა მართლა ვადა, ან რას ითვალისწინებს ზოგადად. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელიც ჩვენთან უკვე ყოფილა რამდენჯერმე პოდკასტში სტუმრად. მოგესალმებით ბექა და მიხარია რომ ამ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მოხვედი პოდკასტში და მითების გასაფანტად მოხვედი რა თქმა უნდა. სალამი ნიკა, მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა წარე პოდკასტზე დაბრუნება და დავიწყოთ. დავიწყოთ მოდი თავიდან, რა არის ყარსის ხელშეკრულება, ვის შორის დაიდო, როდის და რა თქმა უნდა მე უკვე მის პირობებზეც გადავიდეთ. ხო, სანამ ხელშეკრულებაზე მივალთ, მანამდე წინა პირობებსაც გადავხედოთ, ხო? წინა პირობებით უნდა დავიწყოთ, ხო, რასაკურველია. დამთავრდა მსოფლიო ომი, პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის ნოემბერში და თურქეთი არის დამარცხებული ამ დროს და რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა და შემდეგ ბოლშევიკებმა მოიგეს სამოქალაქო ომი და რუსეთის ასე რომ ვთქვათ სათავეში არიან ბოლშევიკები. თურქეთს დამარცხებულ თურქეთს მოკავშირეებმა ანუ ანტანტამ თურქეთის სულთანს მოაწერინა ხელი სევრის ხელშეკრულებას. ეს ხდება 1920 წლის 10 აგვისტოს. სევრის ხელშეკრულების მიხედვით თურქეთი იშლებოდა ფაქტობრივად. ესე იგი დასავლეთ ანატოლია მაშინ სმირნა ერქვა ამ ქალაქს და იზმირი ქვია იზმირის ნაწილი გადადიოდა ბერძნების მფლობელობაში. აღმოსავლეთ ანატოლიაში სომხები იღებდნენ მიწებს, ეს ცნობილი 6 ვილაიეთი სომხური, ჩრდილო აღმოსავლეთი ანატოლია. ოსმალეთი კარგავდა მთლიანად ამ არაბეთში თავის სამფლობელოებს. საქართველოს ახლა ამ ყარსის იმაში რა ქვია, სევრის ხელშეკრულებაში არ იყო ეს გაწერილი, მაგრამ საქართველოს ფლობოდა და ინარჩუნებდა ართვინსა და არდაღანის დიდ ნაწილს, ხოლო სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის პირეთზე, მაგალითად კონიაზე მანდატს იღებდა იტალია, იქ სამანდატო ზონები ჰქონდა საფრანგეთს. და სხვადასხვა, ანუ რეალურად ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიიდან რჩებოდა მცირე ტერიტორია ანკარის გარშემო. ამას ხელი მოაწერინეს სულთანს. მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ და გენერალმა მუსტაფა ქემალმა, რომელიც შემდეგ ქემალ ათათურქად იქცა, ანუ ერის მამად და ახალი თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლად, წამოიწყო ომი თურქეთის დამოუკიდებლობისთვის, ანუ თავი მოუყარა მთელ ამ ოსმალურ შენაერთებს, მობილიზაცია გამოაცხადა ხალხში და დაიწყო ომი პირველ რიგში ბერძნების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ანტანტა 4 წლის ნაომარი იყო, ანტანტას აღარ ჰქონდა ძალა, რომ ახლა კიდე ცალკე ანატოლიის სიღრმეებში ებრძოლა და ანტანტა ეხმარებოდა ბერძნებს და ბერძნების მეშვეობით ცდილობდა ამ ათათურქის ომის შეჩერებას და მის დამარცხებას.
რა იყო ახლა ამ ათათურქის მოთხოვნა, რომ სევრის პირობები არ უნდა შესრულდეს. იმიტომ რომ თუ სევრის პირობები შესრულდა, ფაქტობრივად არათუ ოსმალეთის იმპერია, არამედ თურქეთის სახელმწიფოც აღარ არსებობს. ესე იგი და ეს იყო ანუ საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით ათათურქი არის ანტისისტემური ძალა. ესე იგი რაც ანუ იქნება ამ დროს ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა საერთაშორისო ურთიერთობებში და ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც გამარჯვებული სახელმწიფოები აყალიბებენ და აი ამ წესრიგის წინააღმდეგ მიდის მუსტაფა ქემალი და მისი მიზანი არის, რომ ფაქტობრივად დახიოს სევრის ხელშეკრულება. მეორე მხარეს არის საბჭოთა რუსეთი, რომელიც არის ასევე ანტისისტემური ძალა, რომელიც ახალ საერთაშორისო გადანაწილებას არ ცნობს და ლენინს მაგალითად არ უნდა რომ გადაიხადოს მეფის რუსეთის ვალები, რომელიც მეფის რუსეთს ჰქონდა ანტანტის სახელმწიფოებთან. კონფისკაცია გაუკეთა დასავლურ საწარმოებს და ინვესტიციებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იყო და ტერიტორიულ გადანაწილებაშიც არაფრით არ ეთანხმება მათ. აქაც ლენინის შემთხვევაშიც დასავლეთს არ აქვს იმისი არც საკმარისი რესურსი და არც საკმარისი სურვილი, რომ რუსეთის სიღრმეებში შეიჭრას და თავისი ჯარებით დაამარცხოს ბოლშევიკები. ამიტომ დასავლეთი ეხმარება, ანუ ანტანტა ამ შემთხვევაში ეხმარება თეთრგვარდიელებს, მოხალისეთა არმიას, დენიკინის, კოლჩაკის არმიას ციმბირში, იუდენჩის არმიას ჩრდილოეთ რუსეთში და გარდა ამისა აიარაღებს პოლონეთს და ნებისმიერ ანტიბოლშევიკურ ძალას, ხო? საქართველოს ალბათ ყველაზე ნაკლებად, მაგრამ ეს სხვა თემა არის და სხვა დრო შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ თუ რატომ და როგორ. და მოკლედ ეს ორი ანტისისტემური ძალა. ახლა ისტორიის მანძილზე თურქეთსა და რუსეთს არავისთან არ უომიათ იმდენი, რამდენიც ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ორი რეჟიმი, ერთი მხრივ ათათურქისა და ხოლო მეორე მხრივ ლენინისა, თვით გადარჩენის მიზნით იძულებულები იყვნენ შეკავშირებოდნენ ერთმანეთს. ანუ გეოპოლიტიკა გვერდზე დარჩა, როცა რეჟიმების გადარჩენაზე მიდგა საკითხი და ისინი გახდნენ მოკავშირეები. ანუ დასავლეთის დახმარება ეს იქნებოდა ბერძნებისადმი, თეთრებისადმი, თეთრი არმიებისადმი, თუ სხვებისადმი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აი ლენინი და ათათურქი ერთმანეთს შეეკროდნენ, მაგრამ არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ორივე დაემარცხებინა. და აი როგორ უნდა ეკავშირათ მათ და სად უნდა ეთანამშრომლათ ლენინსა და ათათურქს, ხო? ანუ სად აქვთ მათ საერთო საზღვრები. ეს არის კავკასიის ტერიტორია, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთის წინააღმდეგ ომობდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ტერიტორია აღმოჩნდა მათი სათანამშრომლო ასპარეზი. 1920 წლის აპრილში თურქების დახმარებით მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება ბაქოში და ბოლშევიკებმა განახორციელეს ოკუპაცია აზერბაიჯანისა. შემდეგ 1920 წლისავე შემოდგომაზე ათათურქმა ფაქტობრივად ძირითად წილად დაამარცხა ბერძნები დასავლეთში და მოახერხა, რომ ომი წამოეწყო სომხების წინააღმდეგ. ამ დროს სომხები ფლობენ ყარსსაც და დღევანდელი სომხეთის ტერიტორიასაც და ამარცხებენ სომხებს, მიადგებიან ერევანს ნოემბრის ბოლოს და ამ დროს სომხეთის მთავრობა, სომხეთის გადარჩენის მიზნით, იმიტომ რომ ამ დროს გენოციდი ახალი მომხდარი არის, ხო? ანუ სულ რაღაც 5 წლით ადრე არის მომხდარი გენოციდი და სომხების სრული განადგურებისგან გადასარჩენად სომხეთის მთავრობა მიმართავს საბჭოთა რუსეთს და ეუბნება, რომ თქვენ გადმოგცემთ ხელისუფლებას. გარკვეული პირობით იყო ეს ხელისუფლების გადაცემა, ხო? ანუ ხელშეკრულებით გადაეცათ ხელისუფლება ბოლშევიკებს სომხეთში. ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმას, რომ
7 მინისტრიდან 5 იქნებოდა ბოლშევიკი, ხოლო 2 იქნებოდა დაშნაკი, ანუ სომეხი ნაციონალისტი და ასევე რომ რუსული ჯარები ამ სომხური ტერიტორიებიდან განდევნიდნენ თურქებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ბოლშევიკებმა აიღეს ხელისუფლება, მაგრამ ნაცვლად მისი, ანუ პირველივე დღიდან დაარღვიეს, არავითარი ორი დაშნაკი მინისტრი მათ არ დაუნიშნავთ. ასევე არც თურქების განდევნისთვის უბრძოლიათ, პირველ რაც დაიწყეს ეს იყო დაშნაკების დაპატიმრება, დახვრეტა და წმენდა სომხეთის ტერიტორიაზე. ამ პერიპეტიებში მონაწილეობდა საქართველოც, საქართველოს სომხეთმა თხოვა დახმარება თურქების წინააღმდეგ, მეორე მხრივ ათათურქმა გამოგზავნა თავის წარმომადგენელი ქიაზიმ ქარაბექირი თბილისში და აი ამ ათათურქის წარგზავნილმა ქართულ მხარეს უთხრა, რომ ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი არ გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოს ბუფერად გვინდა, არ გვინდა თქვენ წინააღმდეგ ომი, სომხებს თუ დაეხმარებით, თქვენ წინააღმდეგ მოგვიწევს ომი და თქვენ დაიშჭებით და ასე შემდეგ. ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ არ ჩარეულიყო სომხეთის სასარგებლო ომში, თუმცა ტრანზიტის საშუალება მიეცა სომხეთისთვის, რომ თუ დასავლეთის სომხეთს იარაღს მიაწვდიდა, საქართველოს იარაღს გაატარებდა და მეორე მხრივ, მაგალითად საქართველოს აი ამ ტერიტორიების დაცვის მიზნით შეიჭრა ლორეს სადაო ტერიტორიებზე და დაიკავა ლორეს სადაო ტერიტორიები, რომლებიც სადაო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის და მოგვიანებით უკვე გაფორმებულ ფაქტზე სომხებს მოაწერინეს ხელი, რომ სომხები თანახმანი იყვნენ დროებით ქართველების შესულიყვნენ. ასევე სამხრეთ არდაღანში შევიდა ქართული ჯარები, ანუ ბუნებრივია სომხებს იქ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ამის შემდეგ უკვე დგება საქართველოს ჯერი და 11-12 თებერვლის 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს იწყება ინსცენირებული აჯანყება ლორეს ნეიტრალურ ზონაში, სწორედ იმ მიდამოებში, რომელიც იყო სადაო, მანამდე საქართველოსა და სომხეთს შორის. და უკვე ეს 12-ში ეს ხდება და 14-ში პოლიტბიურო, ანუ საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს ომი მიიყვანონ ბოლომდე და თბილისის ოკუპაციით დაასრულონ. ამით ოპორტუნისტულად სარგებლობს ათათურქი და ფაქტობრივად შემოყავს ჯარები 22-23 რიცხვში, შემოყავს არდაღანისა და ართვინის მიმართულებით ჯარები. საქართველოს ამ დროს რუსეთს პოჯორტაბახმელასთან და ბუნებრივია წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ აქვს და შემდეგ თურქები შედიან ასევე ბათუმში და ამყარებენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. მაგრამ ამის პარალელურად, ამ მოვლენების პარალელურად მოსკოვში მიდის 21 წლის თებერვალ-მარტში მიდის საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები, ოფიციალური მოლაპარაკებები, რომელიც დასრულდა მოსკოვის ხელშეკრულებით და ამ მოლაპარაკებებს საბჭოთა მხრიდან კურირებს, საბჭოთა რუსეთის მხრიდან კურირებს სტალინი. იმდენად ექსკლუზიურად კურირებს, რომ ესე იგი, აი არის მაგალითად სტალინის წერილი ჩიჩერინისადმი. ჩიჩერინი არის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, ანუ დღევანდელი ტერმინით რო ვთქვათ, მინისტრი. და ჩიჩერინს ის კი არ ეკითხება ეს ქნა თუ ის ქნა. არამედ უბრალოდ საქმის კურსში აყენებს, როგორ მიდის მოლაპარაკებები. ანუ არავითარი ინსტრუქციას მისგან არ ითხოვს, უბრალოდ საქმის კურსში აყენებს. რატომ? იმიტომ რომ კავკასია ფაქტობრივად იყო სტალინის ექსკლუზივი. ვინ არის ამ დროს სტალინი? სტალინი ამ დროს არის კომუნისტური პარტიის საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის გენერალური დივანი და ამავე დროს არის ევრონებათა სახალხო კომისარი, ანუ ევრონებათა მინისტრი, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ აი არაფორმალურად კავკასია არის მისი პორტფელის ნაწილი. აქ რა ხდება? აი სტალინის წერილში, ჩიჩერინისადმი წერილში, რომელიც სტალინის არქივის პირადი არქივში არის დაცული მოსკოვში,
ესეთი რამ წერია, რომ სამხედროები, ანუ ბოლშევიკის სამხედროები არ თმობენ არდაღანს, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ არდაღანი თბილისისკენ არის ჩამკეტი და არდაღანი უნდა შევინარჩუნოთო და სტალინი ამბობს, რომ არა, ჩვენ უნდა დავთმოთ არდაღანი და მე უნდა გადავამტვრიო სამხედროების წინააღმდეგობა, იმიტომ რომ თურქეთთან მოლაპარაკებებში არდაღანის დათმობა აუცილებელი არის. ანუ აქ ცოტა ირონიული ამბავია, რომ აი ეს რუსი ბოლშევიკები რა თქმა უნდა არა რაღაც საქართველოსთან გულშემატკივრობის მოტივით, არამედ სამხედრო მიზნებით არდაღანის დათმობას არ თანხმდებიან და სწორედ სტალინი, ჭალებში რომ ვთქვათ, ქართველი არის იმის მედროშე, რომ არდაღანი საქართველოსთან გადაეცეს თურქეთს. და ეს ანუ მოსკოვის ხელშეკრულება გაფორმდა 1921 წლის 16 მარტს. და აი სამართლებრივად რომ შევაფასოთ, გნებავთ ისტორიულად, გნებავთ სამართლებრივად რომ შევაფასოთ ეს გარემოება, აი რა ხდება, რომ ამ დროს 16 მარტს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არის საერთო საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, იმიტომ რომ აღიარებული არის იურიდიულად საერთაშორისო სამართლით. აი ამ ასეთი სახელმწიფოს ტერიტორიას ინაწილებს ორი არაღიარებული ხელისუფლება. ანუ ამ დროს არც საბჭოთა რუსეთი და არც მუსტაფა ქემალის თურქეთი არ არის არავის მიერ აღიარებული. ამ მოლაპარაკებებზე მოსკოვში არ მონაწილეობდა არც ქართული მხარე, არც სომხური მხარე, არც არავინ. ანუ ორი იმპერიალისტური ძალა იმპერიალისტურად ინაწილებს პატარა სახელმწიფოთა ტერიტორიებს. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ეს ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება შევადაროთ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, იმიტომ რომ იქაც საბჭოთა რუსეთი და ნაცისტური გერმანია სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებს ინაწილებენ მათი ამ პატარა სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე. ასეთი იყო ეს მოსკოვის ხელშეკრულება. თუმცა აქ რა ხდება, რომ 16 მარტს მართალი ამას ხელისუფლება მოეწერა, მაგრამ ამ დროს ფაქტობრივად თურქული ჯარი არის ბათუმში და თუ მათ გაუვათ ის ამბავი, რომ არ გავიდნენ ბათუმიდან, არც გავლენ, მაგრამ ქართული ჯარი, ანუ ეს ამ დროს ხდება ხელშეკრულება, შეთანხმება ხელშეკრულება ამას არ ეთქვით. ქუთაისში ან სამტრედიაში ხან სამტრედისად მოიხსენებენ ამ შეთანხმებას, ხან ქუთაისისად. საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ბოლშევიკები აღწევენ შეთანხმებას, რომ ნუ კარგი, კი ბატონო, ჩვენ მივდივართ, იმიტომ რომ ომი წააგო ქართულმა მხარემ, მაგრამ თურქეთს რომ არ დაუთმოთ ჩვენ ბათუმი, ამიტომ ორივემ ერთად გამოდენოთ თურქები იქიდან და ნუ გენერალი მაზნიაშვილი ამ ქართული ჯარით გაყრის თურქებს ბათუმის ტერიტორიიდან. ეხლა რა წერია ამ ხელშეკრულებაში, ბათუმის ხელშეკრულებაში. რატომ და რას ვამბობ, რატომ არის ეს ბათუმის ხელშეკრულება მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს მუხლები, რომელიც ბათუმის ხელშეკრულებაში არის ჩადებული, ზედმიწევნით შემდეგ უკვე გადავიდა ყარსის ხელშეკრულებაში. ხო, აქ არის საქართველოს ეხება ძირითადად ორი მუხლი. ამ მეორე მუხლი არის ორი ნაწილისგან შემდგარი. ხო, ორი პუნქტისგან შემდგარი. და ნუ ფაქტობრივად სამი პუნქტი არის და შეიძლება ითქვას ჯამში სამი პუნქტია, რომელიც საქართველოს ეხება. პირველი მუხლი განსაზღვრავს საზღვარს და როგორ წერია აქ, იცი რომ ამ დროს საქართველოს ხო იურიდიულად აღიარებული ქვეყანაა და მათ შორის აღიარებული არის არა მხოლოდ საბჭოთა რუსეთის მხრიდან, არამედ თურქეთის მხრიდანაც. ათათურქის მხრიდანაც ამ დროს თურქეთში იმყოფება საქართველოს ელჩი სულიმონ დივანი ანკარაში ჩავიდა და 8 თებერვალს მან რწმუნებათა სიგელები გადასცა მუსტაფა ქემალს
ესე იგი, ბოლშევიკური შემოჭრის დაწყებამდე 3 დღით ადრე ოფიციალურად აკრედიტაცია გადასცა სიმონ დივანმა მუსტაფა ქემალს და აქედან 2 კვირაში მუსტაფა ქემალი შემოიჭრება საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ ამიტომ ამ დროს როგორც რუსეთს, ასევე თურქეთს აქვს აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობა და აი 16 მარტს ხელმოწერილ მოსკოვის შეთანხმებაში ესე არის განსაზღვრული, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი გადის სარფზე, ხედის მთაზე, წყალგამყოფზე, შავშეთი, ასე შემდეგ, ანუ რაც არის დღეს თურქეთ-საქართველოს საზღვარი. ამას განსაზღვრავს. ეს არის პირველი მუხლი, ხოლო მეორე მუხლის მეორე მუხლი ეხება უკვე ბათუმის ოლქს და მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბათუმის ოლქს მიენიჭება ავტონომია, ადმინისტრაციული ავტონომია და მოსახლეობას უნდა მიეცეს უფლებაო მიწას ფლობდეს საკუთარი ტრადიციების თანახმად. ახლა ეს რას ნიშნავს მიწის ფლობა? რომ ოსმალეთის იმპერიამ მიწათმფლობელთა ქვეყანა იყო, ხო? აქ ბეგები, აღები და ესეთი ასე ვთქვათ, феодалური კატეგორიები იყვნენ მთავარი ხალხი. ხო, აგრარულ ეკონომიკაზე იყო ფაქტობრივად 19 საუკუნეში. და აი ამ ხრივ, აი ამ წყობის გაგრძელების უფლებას იღებს ბათუმის მოსახლეობა მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხოლო მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად თურქეთს ეძლევა უფლება თავისუფალი ტრანზიტის უფლება ბათუმის პორტში. ანუ უბაჟო ტრანზიტის უფლება ბათუმის პორტში. აი სულ ეს არის ის 3 პუნქტი, რომელიც ეხება საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულების მიხედვით. თუმცა, როგორც თქვით, ეს ხომ აბსოლუტურად იმპერიალისტური შეთანხმება, რომელშიც ეხლა ეს გარდა საქართველოსი მოსკოვის შეთანხმება ეხება როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს, თლიანად სამხრეთ კავკასიას. ეს არის სამხრეთ კავკასიის გადანაწილების ხელშეკრულება, ხო? მაგრამ ჩვენ ახლა კონცენტრაცია გვაქვს საქართველოში. ხო, და რადგანაც არც საქართველო, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი ამ ხელშეკრულებაში არ მონაწილეობენ და ეს არის სუფთა იმპერიალისტური სახის, გადაწყდა რომ ხელახლა დაედოთ შეთანხმება უკვე ოკუპაციის შემდეგ, უფრო თქვათ ამ საზღვრებში მეტი დეტალიზაცია იქნებოდა, მაგრამ შინაარსი მთლიანად გადავიდოდა იმ ხელშეკრულებაში და რაც მთავარია, იმ ხელშეკრულების ხელმომწერები იქნებოდნენ საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის ეგრეთ წოდებული მთავრობებიც, რათა ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი ლეგიტიმაცია მიეცათ აი ამ იმპერიალისტური შეთანხმებისთვის, რომ არა იმპერიალისტურმა თურქეთმა და რუსეთმა დადეს ეს ერთმანეთში შეთანხმება, არამედ აი საქართველოს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დადო რუსეთთან ერთად, თქო, რუსეთის საბჭოთა რუსეთის მის ხელმომწერი, მაგრამ აი საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლებები ხელს აწერენ თურქეთთან. და ეს მუხლები, რაც მე წეგან ჩამოვთვალე, ყველა ეს მუხლი გადავიდა უკვე ყარსის ხელშეკრულებაში. სულ ეს არის ყარსის ხელშეკრულება, არც მეტი, არც ნაკლები. კიდევ ერთხელ რო გადავიმეორებ, პირველი პუნქტის თანახმად განისაზღვრა სად გადის. ხო, ერთი პატარა დეტალი იყო ცვლილება, აი მოსკოვის ხელშეკრულებაში წერია, რომ სად გადის თურქეთის ჩრდილოეთ საზღვარი, იმიტომ რომ არ იყო ნახსენები არც საქართველო, არც საბჭოთა რუსეთი, ხო? იმიტომ რომ 1921 წლის 16 მარტის მდგომარეობით არც საბჭოთა საქართველო არსებობს და არც რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენს ბათუმი. ამიტომ ამ ხელშეკრულებაში უბრალოდ განისაზღვრა თურქეთის ჩრდილოეთ საზღვარი, მაგრამ ყარსის ხელშეკრულებაში უკვე დაკონკრეტებულია საზღვარი თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის. თუმცა იგივე საზღვარზე არის ლაპარაკი. ანუ ყარსის ხელშეკრულებაში თლიანად გადავიდა ეს მოსკოვის ხელშეკრულების მუხლები
და ერთი პუნქტის თანახმად ბათუმი რჩებოდა საქართველოს, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად ბათუმი იღებდა ადმინისტრაციულ ავტონომიას და მოსახლეობა მიწის შესაბამის მფლობელობის უფლებას ძველი ოსმალური ყაიდით და მესამე პუნქტის თანახმად თავისუფალი ტრანზიტი და ვაჭრობა უფლება ენიჭებოდა ბათუმის პორტში თურქეთს. და ეს იყო ყარსის ხელშეკრულება. ეხლა აი ამ ხელშეკრულების მიხედვით ეს არავითარი 100 წლის ვადით არ არის ეს დადებული. აქ წერია საუკუნოდ. სამუდამოდ. ხო, ანუ სამუდამოდ, ხო? და არავითარი ერთ საუკუნეში. ეგეთი არაფერი არ არის. ხო, ეთქობა საუკუნოდ პირდაპირ ფიგურალურად გაიგეს როგორც ერთი საუკუნე. არა, არ გაიგეს ეხლა ვისაც რაღაცა ის უნდათ, რა ქვია, რაღაცა მახენჯიყუდის მობმა უნდათ ამაზე, მასე ხო, ანუ უნდათ რომ ეგრე გაეგოთ, რომ საფრთხე დაენახათ ამ ხელშეკრულებიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, აქ ამთავრდება ყარსის ხელშეკრულების ამბავი და გრძელდება 1990-იან წლებში. ეხლა შევხედოთ რა ხდება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 1991 წელს. ეს საზღვრები, რომელიც არამხოლოდ კავკასიაში, არამედ თქვათ პოლონეთსა და გერმანიას შორის, პოლონეთსა და ლიტვას შორის, ცენტრალურ ევროპაში ჩეხეთსა და ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიას შორის. ეს რაც დაწესდა ეს საზღვრები, ყველა ეს საზღვარი ფაქტობრივად დაწესებული არის სტალინის მიერ. და იყო საფრთხე იმისა, რომ არავის ეს საზღვრები არ მოსწონს და შეიძლება ეს საზღვრები ან უკვე დამოუკიდებელმა ქვეყნებმა, პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა მოინდომონ ამ საზღვრების გადასინჯვა და შეიქმნას კონფლიქტები. მაგალითად, ახლა რამდენიმე წელი დაჭირდა პოლონეთსა და გერმანიას შორის ხელახალ შეთანხმებას, უკვე თავისუფალ პოლონეთსა და გერმანიას შორის ხელახალ შეთანხმებას, რომ კი რაც არის საზღვრები 91 წლის მდგომარეობით, ამას ვაღიარებთ. საბოლოო ჯამში 91 წლის საზღვრები, აი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებული საზღვრები, ყველამ აღიარა მთელს ევროპაში, გარდა სომხეთისა, რომელიც არ აღიარებდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ფლობას და როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, არ აღიარებს დღემდე არც რუსეთი. ანუ რუსეთი თავად ითხოვს სტალინის მიერ დაწესებული საზღვრების გადასინჯვას და ამაზე არ ეხლა ეს ომი საქართველოშიც, უკრაინაშიც და კიდევ სხვა მიზნებიც აქვს სამწუხაროდ რუსეთს. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საქართველოს ხო ყავს 4 მეზობელი, ხო? რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. თურქეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს ჰქონდა საზღვრები როგორც დელიმიტირებული, ასევე დემარკირებული. ეხლა ყველა საზღვრების საკითხს კარგად არ იცნობს და ამიტომ ტერმინებიც გავუმარტოთ. დელიმიტაცია ნიშნავს და დელიმიტაციის პროცესი ნიშნავს, როდესაც ორი სახელმწიფო გრძედით, განედით, მინუტით თანხმდება, სად გადის მათ შორის, აი რაღაცა მილიმეტრობით, სად გადის მათ შორის საზღვარი. ხოლო დემარკაცია ნიშნავს, როდესაც აი ამ შეთანხმებულ, რუკაზე შეთანხმებულ დეტალურ საზღვრების ფიზიკურ აღნიშვნას აკეთებენ უკვე ადგილზე. ეს ნიშნავს დემარკაცია. დელიმიტაცია, დემარკაცია მხოლოდ თურქეთთან იყო გაკეთებული და რატომ იყო ეს გაკეთებული? იმიტომ რომ თურქეთი, ეს მხოლოდ საქართველოს თურქეთის ან საბჭოთა კავშირის თურქეთის საზღვარი კი არ იყო, ეს იყო ნატოსა და ვარშავის პაქტის კავშირი, ვარშავის პაქტის საზღვარი და ბუნებრივია ცივი ომის დროს ყველა მილიმეტრი ამ საზღვრისა უნდა ყოფილიყო დეტალურად დემარკირებული, რომ ნებისმიერი პროვოკაციისგან აეცილებინათ ადამიანებს თავი, პროვოკაციისთვის აერიდებინათ თავი და ის კი არა თუ თბილისიდან რომ ჩასულიყავი ახალციხე ნინოწმინდის სამხრეთ საზღვარზე, ხო თქვა ეკლესიაში შესულიყავი, სპეციალური საშუქი ჭირდებოდა. და ანუ საზღვართან სარფში ჩასვლაც კი პრობლემური იყო, ხო რომ იქიდან არავინ გადაპარული. თუმცა ეს საზღვარი თურქეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ეს დელიმიტაცია, დემარკაცია და საზღვრების საკითხი დალაგებული აქვს საქართველოს 91 წელს.
რადგან რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან საბჭოთა კავშირის წევრები, ესეთი დეტალური გამიჯვნა საზღვრებისა მათთან არ მომხდარა საბჭოთა დროს და დღემდე ტერიტორიათა უდიდეს ნაწილზე არ არის არც დელიმიტაცია, არც დემარკაცია გაკეთებული აი ამ დანარჩენ სამ მეზობელთან. ეხლა კიდევ რომ გავაგრძელოთ, რა მდგომარეობა არის 1992 წლიდან საქართველოში, ხო? რომ ესე იგი ამ ხუნტამ ჩამოაგდო ლეგიტიმური ხელისუფლება 91 წლის მიწურულს. იყო ჯერ სამხედრო საბჭო, შემდეგ უკვე აი სამხედრო საბჭოს კიტოვანი იოსელიანი სიგუა, შემდეგ უკვე სახელმწიფო საბჭო, რომელიც სათავეში არის შევარდნაძე. ცხინვალის რეგიონში სამაჩაბლოში მიდის შეიარაღებული დაპირისპირება და ნუ ქვეყანა არის სრული კოლაფსის წინაშე. ამ დროს შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი რას საკეთებს დაგომისის ხელშეკრულებას აწერს, საკმაოდ კაბალურ ხელშეკრულებას აწერს ხელს რუსეთთან აი ამ ცხინვალის რეგიონის თაობაზე, ანუ შევარდნაძეს უნდა რომ რაღაცნაირად გააჩეროს ეს შეტაკებები და სიმშვიდე დაამყაროს. აი დაგომისის ხელშეკრულება ახალი მოწერილია და ღრუბლები იქუფრება რომ იტყვიან და აფხაზეთში იძაბება სიტუაცია. ყველა მიმართულებით დაძაბულობა და ერთადერთი მიმართულება რომ სადაც დაძაბულობა არ არის, ეს არის თურქეთის მიმართულება. თურქეთში ამ დროს ხელისუფლების სათავეში არიან ასე რომ ვთქვათ ქემალისტები, ანუ ათათურქის იდეოლოგიის გამზიარებელი ხალხი, სახელმწიფოს სათავეში არის სულეიმან დემირელი და შევარდნაძე ანკარაში დემირელთან აწერს ხელშეკრულებას 92 წლის 30 ივლისს, ანუ აფხაზეთში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ფაქტობრივად აწერს ამ ხელშეკრულებას მხარს, რომელსაც ჰქვია საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ. ამ ხელშეკრულების პრეამბულაში წერია ესეთი რამ. აი რო წავიფიცირება რომ გავაკეთო, მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის არსის შეთანხმებით. შემდეგ მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. ეხლა რატომ მოაწერა შევარდნაძემ ამას ხელი? ხო, ეხლა შევარდნაძე მოგწონს არ მოგწონს ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ რეალობა რომ გავითვალისწინოთ იმ დროინდელი რომ ყველა მიმართულებით საქართველოს საზღვარს უკიდია ცეცხლი და ერთადერთი მიმართულება, სადაც არის სიწყნარე ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ არის თურქეთი და ამ დროს თურქეთი გვთავაზობს შეთანხმებას, რომ რა საზღვარიც იყო საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ის საზღვარი დავტოვოთ და ვაღიაროთ. ამ დროს რომ შევარდნაძეს ამ ხელშეკრულებაზე და ამ ფორმულირებაზე ეთქვა უარი, ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთთან შედიხარ კონფლიქტში, რადგანაც მისგან ითხოვ იმაზე მეც რაღაცა დაუკლარჯეთს ითხოვ რაღაცას და ანუ ეხლა რუსეთთან ხო არის ესე რა ქვია ომი ჯერ სამაჩაბლოში და შემდეგ აფხაზეთში და კიდე თურქეთი რო დაიმატო კისერზე, შიგნ სამოქალაქო ომი გაქვს, შიგნ ეს რაღაცა გაუგებარი ხუნტა არის, ხო ნუ საქართველოს ბუნებრივი ამას ვერ გადაიტანს და ნუ კიდე კაი ეს შემოთავაზება მოხდა, იმიტომ რომ ვთქვათ, მე არ ვარ დარწმუნებული, აი დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება რო ყოფილიყო, აი ნეო-ოტომანისტები, რასაც ქვია, ხო? აი რომ მაგალითად აი დღევანდელი ერდოღანის ხელისუფლება არ ვარ დარწმუნებული, რომ დათანხმდებოდა ამას და შეიძლებოდა მასაც ხონოდა ოპორტუნისტული დამოკიდებულება და სურვილი იმისა, რომ აი საქართველოს ახლა ჩამოხლულია, დიდ უბედურებაშია და მოდი ხო არ წავიღოთ რაღაცა. ხო, მაგრამ 92 წელს იყო დემირელი და დემირელმა ამაზე მოაწერა ხელი. ეხლა რო ჩაუყვეთ ეს ხელშეკრულება შედგება 15 მუხლისგან და აი მაგალითად აი მესამე მუხლი რო ავიღოთ. მესამე მუხლის წერია მხარეები განავითარებენ მჭიდრო თანამშრომლობას იმ დარგებში, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
მათი მომავლისთვის მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, კომუნიკაციები, აქ მე სხვადასხვა მუხლებში არის სამხედრო დახმარებაზე ლაპარაკი და ანუ ეს მაშინ დასავლეთ საქართველოსთან ძალიან შორს არის, ხო? რაღაცა არც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, არც რაღაცა ევროკავშირთან რამე ურთიერთობა. ყველაზე დასავლური სახელმწიფო ჩვენთან ახლოს არის თურქეთი და თურქეთი ამბობს, რომ დაგეხმარებით, ანუ ამ ხელშეკრულებით შევარდნაძესა და დემირელს შორის გაწერილია, რომ მთელი რიგი მიმართულებებით თურქეთი უნდა დაეხმაროს საქართველოს და რასაც აკეთებდა, ხო? პირველ ეტაპზე ქართულ ჯარს ყველაზე მეტად სწორედ თურქეთი ეხმარებოდნენ და ნუ ახლა ბევრი რამ წამოვიდა თურქეთიდან და საქართველოს არანაირი საფრთხე 1990-იან წლებში თურქული მიმართულებიდან არ ჰქონია. ანუ თურქებმა ეს არა რაღაცა აგრესიული მიზნით მოაწერეს ამ ხელშეკრულებას ჩვენთან ხელი, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ამ ორ მეზობელს ერთმანეთის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ ჰქონდა. ამ ხელშეკრულებაში წერია ის, რომ ხელშეკრულება იდება 10 წლის ვადით, მაგრამ შემდეგ თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს მის შეწყვეტაზე მოთხოვნას, ყოველ 5 წელიწადში ხერახლა ახლდება. ავტომატურად, ანუ ხელმოწერა არ ჭირდება რა, სიტყვაზე გავიდა 10 წელი, არავინ არ თქვა რომ მე ამის გაწყვეტა მინდა და ის ხელახლა 5 წლით ახლდება და ასე შემდეგ კიდე 5 წელიწადში ავტომატურად ახლდება. ანუ ეს არ არის ამ ხელშეკრულებას არ ეხება მხოლოდ, საერთოდ ეს არის სტანდარტული ტექსტი, საერთაშორისო ხელშეკრულებები ამ პრინციპით ეწერება ხოლმე და თუ ვთქვათ რომელიმე მხარეს უნდა ხელშეკრულებიდან გასვლა, ესეც არის ჩადებული, რომ ნახევარი წლით ადრე უნდა განაცხადოს, რომ მე აღარ ვაპირებ ხელშეკრულების განახლებას. მაგრამ ბუნებრივია ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან გავიდა უკვე 32 წელი და არავის არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულებიდან გასვლა. და ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ აი ამას რაღაცა ვადა გაზდის და რაღაცა თვითონ ვიღაცას რაღაც სრული აქვს 100 წლით არის დადებული. ეს ყველაფერი არის მითები და ზღაპრები. ვინც იცნობს მოსკოვის ხელშეკრულებას, ყარსის ხელშეკრულებას და შემდეგ უკვე შევარდნაძე და დემირელს შორის დადებულ ხელშეკრულებას, არავითარ საფუძველს ეს ხელშეკრულებები თურქეთის შესაძლო ინტერვენციისა არ იძლევიან. თუ თქვათ გაგიჟდა თურქული მხარე და რაღაცა ინტერვენცია დააპირა, ეს ტექსტი გამოსადეგი არ არის ამ ინტერვენციისთვის. ანუ ამის საფუძველზე ვერცადღა შეიჭრება. ანუ შეიძლება უბრალოდ აგრესიულად შეიჭრა, რაღაცა სასაზღვრო პროვოკაცია მოაწყო და ნუ შეიჭრა, მაგრამ არა ამ ტექსტის საფუძველზე. ანუ ეს ტექსტი არც ერთ ნაწილში არ წარმოაჩენს იმის წარმოშობს იმის ლეგალურ ან ნახევრად ლეგალურ უფლებას, რომ თურქეთმა ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს რამე ტერიტორია წაართოს. ეს ერთი. ეხლა მეორე. უკვე პოლიტიკური, ანუ ეს სამართლებრივი ხო თქვი და ეხლა პოლიტიკური მიმართულება რომ ვთქვათ. თურქეთის რესპუბლიკას, რომელიც აი საბოლოოდ ინსტიტუციონალიზდა 1923 წელს, მას შემდეგ რაც ათათურქმა გაიმყარა ძალაუფლება, ამ ლოზანის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, არც ეს ხელშეკრულების მისი პროცედურა სევრის ხელშეკრულება, რომელიც ანაწევრებდა თურქეთის გაუქმებულად გამოცხადდა და ახალი ლოზანის ხელშეკრულების თაობაზე, ლოზანის ხელშეკრულებაზე დაფუძნებით უკვე ახალი თურქეთი გამოცხადდა. აი ამ ახალ თურქეთის რესპუბლიკას აქვს თავისი იდენტობა. ეს იდენტობა რას გულისხმობს? ანუ ქემალიზმი იგივე, ხო? ეს არის ქემალიზმი. რომ თურქეთი არის სეკულარული სახელმწიფო და იქ რაღაცა სასულიერო მმართველობის და რაღაცებს არ აქვს ადგილი, მანამდე შეგახსენებთ, რომ სულთანი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური ლიდერიც, ხალიფაც იყო, გარდა პოლიტიკური ლიდერობისა. იყო ეს არის ქემალიზმი და ახალი თურქეთი არის მოდერნიზაციაზე, რომ ჩადრები უნდა გაეხადათ, წერა-კითხვა ესწავლათ, გვარები აეღოთ, მანამდე გვარები არ ქონიათ ადამიანებს ოსმალეთში, რომ განათლება ქალებისთვისაც უნდა ყოფილიყო,
არაბულიდან ლათინურ ამბანზე გადავიდნენ და რაც თავარია და ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი უნდა გამხდარიყო ჰომოგენური სახელმწიფო. ანუ არა ოსმალეთის იმპერია, რომელიც ფლობდა არაბეთს, მის დაქვემდებარებაში იყვნენ ბერძნები, სომხები და სხვები, არამედ თურქეთში უნდა ყოფილიყვნენ თურქები. ხო? ანუ სარწმუნოება მართალია სეკულარული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სარწმუნოება სუნიტური ისლამი და ეთნიკური თურქეთი და თურქული ენა. ეს არის იდენტობა. ამ სახელმწიფოში მოყვნენ ქურთებიც და სპეციალურად მოაყოლა მუსტაფა ქემალმა, იმიტომ რომ ეგონა რომ ახლა ქურთებიც მუსლიმები არიან, მისი აზრით დაბალ კულტურულ განვითარების საფეხურზე იყვნენ ქურთები, ქურთების ასიმილაცია იოლად მოხდებოდა თურქებში, ანუ როგორც ცალკე ეთნიკურ ერთეულს არ აღიარებდნენ და ამ მხრივ ქურთები დაბრკოლებას არ შეხვდნენ, თორემ სხვა მხრივ ესე იგი რაღაცა სხვა ეთნიკური ჯგუფები შემოეყვანა თურქეთში, ეს თვითონ ქემალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო არის. და არასდროს თურქეთს ამის მერე რამდენი წელი გავიდა, 101 წელი გავიდა, არც ერთ ეტაპზე არ გაუკეთებია არსად ანუ ტერიტორიების ექსპანსია არ მოხდენია არსად, სადაც თურქული მოსახლეობა არ ცხოვრობს უმრავლესობით. თურქული მოსახლეობა უმრავლესობით საცხოვრობს და რა დაიკავა თურქეთმა 1970-იან წლებში, ეს იყო ჩრდილოეთ კვიპროსი. ჩრდილოეთ კვიპროსი, იმიტომ რომ იქ თურქები იყვნენ უმრავლესობაში. არსად სხვაგან თურქეთს არ დაუკავებია ტერიტორიები და თურქეთისთვის რაღაცა შეერთება ან დამოუკიდებელი ერთეულის გამოცხადება არ უცდია და სხვათა შორის ეს არ უცდია არა მხოლოდ ქემალისტებს, არამედ ერდოღანსაც, რომელიც უკვე 23 წელი არის ხელისუფლების სათავეში. ამიტომ როგორც სამართლებრივად, ასევე სულთა პოლიტიკურად ეს ამბავი არის შეუძლებელი. მაგრამ ეხლა რატომ დგას ეს მაინც დღის წესრიგში და რატო წამოტივტივდება ხოლმე, ამასაც შევეხოთ, არა? აი ესეთ რამეს გავიხსენებ ახლა მე 2019. რა თქმა უნდა, იცი რა არის? ეხლა ცოტა შორის ამ დღეებში ხელახლა წამოატივტივეს და იმიტომ გადავწყვიტე რომ იქნება ჩაგვეწერა ეს, იმიტომ რომ ეხლა ეს პერიოდულად წამოვა ხოლმე წინ და კონკრეტულად ანუ როცა რუსეთის საფრთხე ძლიერდება, მაგ დროს წამოწევა ხოლმე ამ ყარსის ხელშეკრულების ამბავს წინ. ეხლა რა ხდება? 2019 წელს ვიყავი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში. ლექციას ვკითხულობდი და იქ ერთი სომეხი მსმენელი იყო. წარმოვიდგინოთ, აქედან არის, რა ვიცი, 10,000 კილომეტრი არის აქედან ლოს-ანჯელესამდე. წამოდგა ადამიანი და მითხრა, რომ 2 წელიწადში ხელშეკრულებასო 100 წელი გასდისო და თურქეთიო ხო არ დაგვიპყრობსო. ჩვენცო და თქვენცო. და გამეცინა, იმიტომ რომ ანუ რასაც თბილისში მოვისმენდი, ის დამხვდა 10,000 კილომეტრის იქით. ეხლა რა ხდება? ეს არ არის ახალი ამბავი, ესეთი დეзинფორმაციების აგორება, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული რუსული ნარატივი არის შემდეგ, რომ ჩვენ კი არ ვართ კარგები, არამედ თურქები არიან მთავარი საფრთხეები, ჩვენ რო არ ვიყოთ თურქები შეგჭამენ, გადაკლაპავენ. მოკლედ ჩვენ არ ვართ კარგები, მაგრამ თურქები ჩვენზე უფრო უარესები არიან და უფრო დიდი საფრთხეა. ამიტომ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ოსმალეთის იმპერია რამე საყვარელი და სათაყვანებელი იყო, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ამის დრო არა გვაქვს, თუმცა შეგვეძლო მოგვეყოლა, რამდენად არის გაბუქებული თურქების როლი, თქვათ, რომ თუ თითქოს რომ ქრისტიანი იყავი, რაღაცა მოდიოდნენ თავს გაჭრიდნენ, რომ შეგეცვალა რელიგია, რაც სინამდვილეში ოსმალეთის. ხო, ზოგადად ის არა მარტო ისლამში ზოგადად არ არის მიღებული დაძალებით გამოცდილება, ხო? ანუ არ არის. ოსმალეთის იმპერიაში როგორ იყო ნიკა, ხო? ოსმალეთის იმპერიაში იყო ეგრეთ წოდებული მილეთები. აი, ორ წუთში მოვუყვეთ ეს თუ შეიძლება. მილეთების სისტემა იყო ოსმალეთის იმპერიაში. მილეთი რას ნიშნავს? მილეთი არაბული სიტყვა და ნიშნავს თემს. და ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა, თქვათ, სომხური მილეთი, არსებობდა ბერძნული მართლმადიდებლური მილეთი, არსებობდა სომხური კათოლიკური ან პროტესტანტული მილეთები ცალკე
არსებობდა ებრაული იუდაური მილეთი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს მილეთი რას ნიშნავს? მილეთს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, სადაც გაწერილი არის მისი უფლებები და მოვალეობები ამ თემის, კონკრეტული თემის და ამ მილეთს ამტკიცებს ოსმალეთის სულთანი. და ამ გზით სომხებს ჰქონდათ რამდენიმე მილეთი და თურქეთის ტერიტორიაზე ყავდათ ორი პატრიარქი, ერთი კონსტანტინოპოლში ყავდათ პატრიარქი, მეორე იმაში, რა ქვია, კილიკიაში. ხო, ასევე ჩვეულებრივად მართლმადიდებლური აღსარებლობით ცხოვრობდნენ ოსმალეთის იმპერიაში ბერძნები, ებრაელები და სხვაები. რა თქმა უნდა, ეს მილეთების კონსტიტუცია იყო დისკრიმინაციული, ანუ ოდნავ მეტი გადასახადი ჰქონდათ გადასახდელი, ხო, ვიდრე ვთქვათ მუსლიმებს. მაგალითად, მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობებს არამუსლიმები ვერ დაიკავებდნენ. 19 საუკუნის შუამდე ჯარში სამსახურით აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ის რომ ეხლა შეყოფილიყავი ქრისტიანი ან იუდეველი და ამის გამო ვინმეს თავი მოეჭრა, შენთვის არა. ეგეთ რაღაცა არ ყოფილა, ჩვეულებრივად ცხოვრობდი, იხდიდი გადასახადებს და ასე შემდეგ. რატომ ვერ შეიქმნა ქართული მილეთი? ამაზეც ვთქვათ, ხო? ვერ შეიქმნა, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში, როცა ახლა ოსმალეთი იპყრობს სამცხე საათაბაგოს, ამ დროს გლეხმა წერა-კითხვა არ იცის. ანუ მილეთს ვინ ქმნის? მილეთს ქმნის ან ფეოდალური ელიტა, ან სასულიერო ელიტა. განსხვავებით სომხებისგან, ჩვენი საეკლესიო ცენტრები არც ცხოველი და არც გელათი არ ყოფილა აი ამ მიმართულებით, ხო? ტაო-კლარჯეთის მიმართულებით, ანუ საკათალიკოსო ტახტი ჩვენ იქ დაგქონია. და ხოლო ფეოდალურმა ელიტამ და კონკრეტულად ჯაყელებმა გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყვნენ სამცხე საათაბაგოს მმართველებად და ისინი მმართველებად ვერ დარჩებოდნენ, ანუ მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობას ვერ დაიკავებდნენ და ფაშები ვერ გახდებოდნენ, რო არ მიეღოთ ისლამი. ანუ მათ შეგნებულად მიიღეს ისლამი და შესაბამისად ქართულმა ელიტამ ნებაყოფლობით გამოაცხადა კოოპტაცია ოსმალურ პოლიტიკურ სივრცეში და მთელი ამ 19 საუკუნეში სულ ჯაყელები ორი გამონაკლისის გარდა, როცა ხემში შეშულები გაფაშდნენ ახალციხეში, ჯაყელები მართავდნენ ამ სამცხე საათაბაგოს, მაგრამ მუსლიმი ჯაყელები. არა ძალადობით, არამედ ნებაყოფლობით გააკეთა ამ ხალხმა ეს ამბავი, თავიანთი მიწებისა და პოზიციების შენარჩუნების მიზნით. ხოლო გლეხი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, წერა-კითხვის უსოდინარი გლეხი ვერანაირ მილეთს ვერ შექმნიდა, ის ნაწილი ანუ რადგანაც აუცილებელი სავალდებულება იყო, რომ თუ სხვა სარწმუნოების იყავ მილეთის ნაწილი ყოფილიყავი, ის ან გამუსლიმდა, ან ძალიან დიდი ნაწილი სხვათა შორის გაკათოლიკდა და სომხურ კათოლიკურ მილეთს მიუერთდა, ან სომხურ გრიგორიანულს. აი და აქედან არის წარმოშობილი ის, რომ გასომხდა, ასე რომ გასომხდა. ხო რომ აი და მე სომხებში ასიმილაცია განიცადა ამ ნაწილმა ქართველობისა და აი ამ სომხურ კათოლიკურ მილეთს ვინც მიუერთდა, მაგრამ ქართველებად დარჩა. ის არის ხალხი, ვინც ახლა ახალციხეში დღემდე რო კათოლიკები არიან. ნუ ძალიან მცირე ნაწილი არის შემორჩენილი, ხო? ეს ისტორია არის, მაგრამ ამ ისტორიას საბჭოთა რუსული ისტორიოგრაფია ამას არ მოყვებოდა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ყვება, რომ თურქი რომელიც კისერს გაჭრის. რატო გეუბნება ამას? გეუბნება იმიტომ, რომ იმისი შეგეშინდეს და შესაბამისად რუსეთის ლოიალური იყო. მე-19 საუკუნის რუსული პროპაგანდაც ამაზე იდგა და ამაზე მუშაობდა, თურქული საფრთხე. თურქული საფრთხის კვალდაკვალ შენ უნდა იყო რუსეთის ერთგული და ლოიალური. ანუ ეს პროპაგანდა მუშაობდა ქართველებთან და სომხებთან მიმართებით. იმისთვის, რომ ქართველები და სომხები ყოფილიყვნენ რუსეთის ლოიალურები. აი, ჩვენ რომ მაგალითად საბჭოთა სახელმძღვანელოები, ისტორიის სახელმძღვანელოები, საქართველოს ისტორიის და სომხეთის ისტორიისა ვნახოთ ვიდრე მე-18 საუკუნემდე, აი დღეს რასაც ვკითხულობთ უკვე თავისუფალ საქართველოში, საქართველოს ისტორიაზე მე-19 საუკუნემდე და საბჭოთა დროს რაც წერებოდა, თითქმის ერთი და იგივე არის. ფაქტობრივად თითქმის ერთი და იგივე არის, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური ნაციონალიზმი ამ წიგნებში დაშვებულია, საბჭოთა დროსაც იყო და დღესაც არის, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ნაციონალიზმი მიმართული არის თურქული საფრთხის წინააღმდეგ, თურქული ან სპარსული საფრთხის წინააღმდეგ, ხო? უკვე საბჭოთა ისტორიოგრაფია გრძალავდა პოლიტიკურ ნაციონალიზმს მე-19 საუკუნიდან, როცა
რუსეთის შემოდის და ამ დროს უკვე კულტურული ნაციონალიზმის ზე ლაპარაკი შეიძლებოდა მხოლოდ რაღაცა ენაზე, რაღაცა რა ქვია, ქართულ ამბანზე და ასე კულტურაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ხო და აი ერთი შედარებითი მაგალითი რო ვთქვა 1956 წელს მოგესალმებით თბილისში იყო დემონსტრაციები რომლებიც დახვრიტეს ხო ანტიხრუშოვური დემონსტრაციები იყო პოლიტიკური დემონსტრაციები იყო რომელიც დახვრიტეს 1965 წელს აქედან 9 წელიწადში ანუ ერევანში 100,000 ადამიანი გამოვიდა გენოციდის 50 წლის თავთან დაკავშირებით და არავის ეს დემონსტრაციები არ დაუხრეთ, იმიტომ რომ დემონსტრაციების მოთხოვნა რა იყო, არა ვთქვათ, ანტირუსული კი არ იყო და ანტისაბჭოთა, არამედ ისინი მოითხოვდნენ გენოციდის აღიარებას, გენოციდის მემორიალის დადგმას, ყარაბაღის სომხეთის მიერთებას, ანუ ანტითათრული, ანტითურქული, ანტიმუსლიმური ხასიათი ჰქონდა ამ დემონსტრაციებს და დახვრეტის ნაცვლად სომხეთში დაიდგა გაიხსნა ეს მემორიალი წიწარნაკებერდის მთაზე, გენოციდის მსხვერპლად მიწვეული მემორიალი. მე იმის თქვა მინდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება და რუსეთი ახალისებდა ყოველთვის ამ ნარატივს. აი დღესაც რა ვიგოთ, ყველა პრორუსული პოლიტიკური პარტია, ეს იქნება განსაკუთრებით ირმა ინაშვილის პარტია, იქნება ალტიფო, იქნება თუ სხვა. ეს ყველა პრორუსული ჯგუფები აი ამ ანტითურქულ ნარატივს აღვივებენ, იმიტომ რომ უკვე 2 საუკუნეა ვხედავთ, რომ ანტითურქიზმი ითარგმნება ნებსით უნებლიეთ პრორუსობაში. ხო და აი აქედან არის ეს ყურიდან მოთრეული, ყურით მოთრეული და თითიდან გამოწოვილი აი ეს ყარსის ხელშეკრულების თემა, რომელიც თუ წავიკითხავთ ტექსტებს, როგორც მოსკოვის ხელშეკრულების, ასევე ყარსისა და ასევე შემდეგ შევარნაძე დემირელის შეთანხმებისა, არც ერთი მათგანი არ ბადებს იმის შესაძლებლობას და ალბათობას, რომ რაღაცა აქ თურქეთი შემოვიდეს და ბათუმი წაიღოს რაღაცა მსგავს. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ამ ამბის თავი და ბოლო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო განხილვა იყო. მე მგონი რაც ჩაგვიწერია ჩვენ ერთად, ეს ყველაზე ისეთი მწყობრი გამოვიდა და თანაც ვფიქრობ რომ საინტერესოც, იმიტომ რომ ამაზე კითხვები პოდკასტს მოუწერიათ, რომ ყარსის ხელშეკრულებაზე ხომ ჩაწეროთ, რომ იმიტომ რომ ასეთ და ასეთი ვერსიები მოგვისმენიაო, აი ესეთი მოუწერიათ და ну კარგია რომ გავაკეთეთ მე მგონი ეს თემა ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი და კიდევ ვისურვებდი რა თქმა უნდა რომ დაბრუნებული ყავი შემდგომ წარე პოდკასტში იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამის მოყოლა შეგიძლია და განსაკუთრებით აი ეს მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20 საუკუნის კავკასიის ისტორია სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს ურთიერთობები მე მგონი კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდის ის შეიძლება გახდეს თემა შეიძლება გახდეს რა. კარგით, მოკლედ მსმენელებო, დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ წარე პოდკასტი, მოიწონეთ არხი და დავეხმარეთ განვითარებაში. ბექას კიდევ ერთხელ მადლობა და თქვენ მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით.